დაგიბრუნდით აეროპორტიდან, კვლავ ოჯახური მოგზაურობით და ამჯერად მოვინახულებთ სტამბოლს, სადაც დაახლოებით 2 საათში ვიქნებით. ეს ჩვენი მეორე მოგზაურობაა სტამბოლში და ვნახავთ იმ ადგილებს, რომლის ნახვაც წინა ვიზიტზე ვერ მოვასწარით. ოჯახურ დასვენებაში რამდენი ვარიანტი არსებობს დასვენების? მთა, ზღვა, თურქეთი all inclusive. მაგრამ აი ჩვენაირად ვისაც გიყვართ დასვენება ქაოსში, უნდა ეწვიოთ რა თქმა უნდა სტამბოლს რა. ამაზე ლამაზი, ამაზე ქაოსური და ამაზე გრანდიოზული ქალაქი ძალიან იშვიათია. მე პირადად 5 თელშიც შევიყვანდი რამე რო იყოს. ვიმყოფებით სტამბოლში 6 დღით ჩამოვედით და ჩემ შვილთან ერთად მინდა აღმოვაჩინოთ ის ადგილები, რომლებიც არ გვინახავს. მეორეჯერ ვართ უკვე სტამბოლში, სხვათა შორის ჩემი შვილი არის ერთხელ უკვე ნამყოფი, ოღონდ მუცელში იყო მაშინ 3 თვის. ეხლა უკვე მინდა რომ საფუძვლიანად დავათვალიერებინოთ. ბარგი სასტუმროში დავტოვეთ და გამოვედით სანაპიროზე. ცოტა ვისეირნეთ, ცოტა გავერთეთ და რა თქმა უნდა წავედით მონატრებული ქაბაბის დასაგემოვნებლად. ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება. საღამო კი ტაქსიმის მოედნის, სიმინდის, სიმითის და ნაყინის შოუს გარეშე არ ჩაივლიდა, რომლის სანახავად მოგვიწია დამატებითი თანხის გადახდა, რაც ლარებში დაახლოებით 25 ლარია. მართლა გულით მაინტერესებს ვინმე თუ ხართ ჩვენნაირი ქაოსში რომ ისვენებს. ძალიან ბევრ ხალხს რომ ხედავს და ბედნიერია და მაგ დროს ყველაზე მეტად მოწონს დასვენება. არც ერთი სანახაობა მიღირს იმად რომ ძალიან ბევრ ხალხში ვიყო და უბრალოდ გრძნობდე რომ ცოცხალი ვარ. ძალიან მაგარი. ამ სტამბული ამის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საშუალებაა. ნებისმიერ დროს ხო რა, ნებისმიერ დროს რომ გამოდიხარ ყველა მოძრაობს, ყველა რაღაცას ყიდის, ყველა რაღაცას ყიდულობს. ძალიან მაგარია. დღეს 31 წლის გავხდი. ოქროს დაბადების დღე მაქვს და ამაზე ლამაზი დილა. ალბათ არ უნდა გათენდეს არასდროს, როცა შენ საყვარელ ხალხთან ერთად შეგიძლია ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდე. პომადაროსია? წავედით თურქეთის აღმოსაჩენად და მივდივართ მინიატურულ პარკში. ეტლი ცოტა უხერხულად მომყავს, რადგან ძალიან დაღმართია, მაგრამ არა უშავს. ჩვენგან 500 მეტრში მდებარეობს მინიატურკი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობაა. დავიწყოთ. თან იქ აღმოვაჩენთ ანა სხვათა შორის იცი ჩვენ რაღაც ადგილებს, რომელიც შეიძლება შემდეგ უკვე რეალურადაც ვნახოთ. და ეს ძალიან მახარებს ეგ ფაქტი. Ticket 900. It's okay? 2 tickets. ყველაფერი იმდენად ძვირია, ყველგან შესვლა, მგზავრობა. რა ჭირს, ვერ ვიგებ. ახლოვებით ბილეთი 50 ლარი ღირს ჩვენ ფულზე. ნუ ღირს რა, მაინც უნდა ნახო ეხა სანახაობაა რა. მოვედით იქ ლაქვია მადალეპეცე ალბათ
წარმოიდგინეთ თურქეთის ყველაზე ცნობილი ისტორიული ადგილების ნახვა ერთ დღეში. ოღონდ მინიატურულად. ეს არის მინიატურკი. აქ 100-ზე მეტი ცნობილი ნაგებობაა პატარა მასშტაბით წარმოდგენილი. მოვედით ცენტრში, სადაც არის გალათას კოშკი და ძალიან ბევრი კაფე-ბარი. ჩვენ უფრო კოშკი არ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, და გვაინტერესებს კაფე-ბარები, რადგან ძალიან მშია. გამოვატაროთ. ან ავიდეთ გალათას კოშკში. მოკლედ, ვისაც და გაინტერესებს, შეგიძლიათ შიგნით ახვიდეთ რა. ჩვენ რაღაც მომენტში ცოტა არ გვაინტერესებს, ამიტომ წავიდეთ ჭამოთ. მამიკო, შენ გალათას კოშკი უფრო გირჩევნია თუ ჭამა? ჭამა. დნმ-ი არ ჭირდება ჩემ შვილს, წავედით. Elame isminda Aquemas simindimi. Kajawati. Jamu. როგორც იქნა მოგვიტანეს კერძები, ავიღეთ სიბასე, ავიღეთ სტავრია, თევზებში ცოტა ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცეებში მაინც ვცდილობ რომ გავერკვე. დავიხადეთ 200 ლარი ყველაფერში და ძალიან ნორმალურია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბათუმში რომ მივდივარ რესტორანში ნებისმიერში, დაახლოებით 200-დან 250 ლარამდე აუცილებლად ტოვებ ხოლმე და ეხლა თურქეთში ხარ, სტამბოლში ხარ, ცენტრში, ულამაზესი ხედები, გემრიელ საჭმელს მიირთმე, 200 ლარიც არ დატოვა, რაღაც ისეთი. ძალიან კარგი ფასი იყო, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ამ რესტორანს. გალათა ალტინ ბალიკ ქვია ამ რესტორანს, შეგიძლია შეახედო, ვინც აქეთ მოხვდებით, ვუწევ რეკომენდაციას, ჩემი სახელით მოდით და 50%-ს დაგიკლებენ. ქირავით გემი და სავარაუდოდ ქირაობა გამოგვივიდა მთლიანი გემის. ანუ თურმე VIP სტუმრები აღმოჩნდით, იმიტომ რომ ცოტა მეტი გადავიხადეთ რა. დაახლოებით 300-დან 400 ლარამდე ღირსო და მეთქი გავიდეთ რა ეხლა. ძალიან ჩვეულებრივად შემოვიდა. უცებ ანუ აი ნეფე თუ მეფე დედოფალივით. შუაში დავხსეს, მე ცენტრში ვარ. მოკლედ მეგობრებო, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ეხლა გვერდით შეიხი მოგვიჭდა აშკარად, ჩემზე ბევრად მეტი ფული აქვს, ემჩნევა კიდევაც და ჩვენ ორს გვაქვს მარტო VIP და დანარჩენი რაღაცნაირად ყველა ჩვენ გვიყურებს და ძალიან უხერხული მომენტია რა. ჩვენთან პროსტა შეხედე რა ხდება, გეხვეწები. ანახე რა. ანუ საჭმელები მოდის, სნეკები, წვენები, ყველაფერი და დანარჩენი ყველა ისეზის და ესეც მეუხერხულება რა. აქ რო იყო და ლაივში ხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებით. მაგრამ თან ცოტა სასიამოვნოა. ყვება. აი, საღამოს კადრებსაც შემოგთავაზებ. ნახოთ როგორი დაბადების დღე მექნება. მე ნამდვილად არ მეგონა ესეთი დღე თუ გამოვიდოდა. Mama, tatuები, ლატო აქ. მოსწონს ტატუები და მათ ხელები ლატო აქ. ونقول له كل عام وانت بخير وكل سنه وانت سالم يا رب وعقبال بيه حلاوه وطيب حلاوه وطيب للياكل من تمرنا حلاوه وطيب للياكل მობილოცეს დაბადების დღე ცოტა უცნაურად. არც უმღერიათ, არც ანთლები მოიტანეს, უბრალოდ შუშხუნები მოიტანეს და მაინც ყვაყოფილი ვარ. შვენიერი დაბადების დღე გამომივიდა. اهل العراق جاهزين له نايمين نشوف
გონი ამათ მარიციან როგორ უნდა მიულოცო რა ხوار ვასწავლოს ანა ისეთი VIP ვარო წესით უფლება არ მაქვს რომ ჩემ გემოზე წავიყვანო ეს ოპა Mama, kilo chawda pada pitke. ხარ ხარ ეს არის სტამბულის აკვარიუმი, რომელიც ფლორიაში 2011 წელს გაიხსნა. საინტერესოა ის, რომ აქ უბრალოდ თევზებს კი არ ნახავთ, მთელი მარშრუტი გეოგრაფიულადაა აწყობილი. მოგზაურობას შავი ზღვიდან იწყებ და წყნარ ოკეანემდე მიდიხარ. აკვარიუმში 17,000-ზე მეტი ზღვისა და ხმელეთის ბინადარია და აქ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემატური აკვარიუმი. რაც შეეხება ღირებულებას, 2 ზრდასრულის და 1 ბავშვის ბილეთში დაახლოებით 230 ლარი გადავიხადეთ. ისევ მოგვიწია გალათას კოშკთან მოსვლა, სადაც არის ულამაზესი კაფე, რომელიც პირდაპირ გალათას უყურებს, განახებთ მაგ ხედსაც და უნდა გავსინჯოთ აქ ყველაზე ცნობილი ჩიზკეიკი, სან სებასტიან. დიდი ხანი მიმახსოვრებდი, მაგრამ მაინც ვერ დამიმახსოვრებ. გამოიყურება ესე, გარედან აქვს შოკოლადე მოსმული და ბევრი ჩვენი მეგობარი სწორედ ამიტომ ჩამოდის აქ. აქ არის თურქული ყავა. Რა თქმა უნდა, სტამბულში თუ არ დალევ თურქულ ყავას, სხვა რა უნდა დალიო? წყალი რა თქმა უნდა მოყვება. ეს ალბათ არის შოკოლადი, მამიკო. ესეთი პატარა საჩუქარი. ნახოთ, გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ყველანაირი გამოწვევისთვის. დავიწყოთ. ან ჩიზკეიკი ნამდვილად ძალიან გემრიელია, ყავისგან განსხვავებით. ყავა არის საშინელება. ესეთი სუდი თურქული ყავა არასოდეს არ დამილევია და იმედია არც არასოდეს არ დავლა. მაგრამ ჩიზკეიკი ნამდვილად კარგია. ღირს ამის გამო მოსვლა. ყავა არა იყო თქო, რა ვიცი, ჩაი აიღო რაღაცა. სხვა მადლობა რეკომენდაციას. ვის მადლობა? ლიზა, გენაცვალე. ჩემი ძმა ხარ, ხო იცი? შენ სახელზე 2 ჩიზკეიკი შევჭამენ. მოვედით ბოსფორის ტურზე, ახლა უკვე დღის შუქზე უნდა ვნახოთ სტამბული, რაც ბევრად ლამაზია დამერწმუნა, ჩვენ ნანახი გვაქვს. მოდიან თოლიები, აჭმევს სიმიც და რა ვიცი, ძალიან ხიარული გარემოა, მოკლედ ერთი სიტყვით რო აგიხსნათ. ჯერჯერობით არ მოდიან. ხელი გვაქვს ორივეს გადაყოფილი, მაგრამ რა ვქნათ? როგორ ეძახიან ვაფშე თოლიებს, ვინმე ვიცით? მამა, როგორ ეძახიან თოლიებს? Roti toli. დავბრუნდით და სამწუხაროდ თოლიებმა უარი გვითხრეს. არ მოვიდნენ. არ ვიცოდი ეს ხშირი შემთხვევა თუ იყო, რომ მოდიოდნენ, თურმე ჩვენ განსაკუთრებულ მომენტში ყოფილვართ. ანუ რა ვიცი, მაშინ რო ვიყავით, ძალიან ბევრი გვეხვეოდა თავს და მოდიოდა, თუმცა დღეს ესე მოხდა. არა უშავს, მაინც ლამაზი ტური იყო. ეს არის სტამბული. სოლი ნაწყენი რო თოლიები არ მოვიდნენ, ბავშვი დაძინებული, ავიღე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რო კომფორტულად ყოფილიყავი და დღეში 1-2 ამ აღმართის ავლა უეჭველე მიწევს. უბრალოდ აღმართი დააფიქსირეთ, რამხელა აღმართია. ამათი დედა. Thank you. განვიტვირთოთ ანუშკი.
ეს აღმართი დამავიწყებინა ნეტამ სტამბოლის დამეტი არაფერი არ მიდია. მოვედით ქუჩაზე, სადაც არის ის ფერადი ლამაზი შენობები და კიბეები. Google Map-ით რა თქმა უნდა ვერ მოვაგენით, რომ აქ ძალიან ძნელია Google Map-ით მოვაგნო. ვიღაც ორი ახალგაზრდა თურქი გოგო დაგვეხმარა. ძალიან მიყვის რომ არც ერთი სხვა ენა არ იციან. ძალიან გასაოცარია იქ ფაქტი. არც ინგლისური, არც რუსული. ნუ სხვა დანარჩენ ენებზე ხო საუბარი ვერ. მიპოვეთ ძლივს ეს ადგილი, თუმცა როგორც ხედავთ ძალიან ბევრი ადამიანია. და არ ვიცი როგორ გადავიღებთ რამე. ლამაზია? კიბე. აქ კი ვიდეოებს და ფოტოებს ჩვენივე ტელეფონით გვიღებს ახლად გაცნობილი კეთილმოსურნე ადგილობრივი, რომელმაც გადაღების შემდეგ 150 евро მომთხოვა. ალბათ თქვენც ხვდებით როგორ დასრულდა ეს ამბავი, თუმცა კადრები ძალიან ლამაზი გამოვიდა. ნასიმი ვინც იცით? პლეხანოვზე და პლეხანოველი ვინც ხართ და არა პლეხანოველი და ნასიმი მაინც იცით? აუცილებლად გეცოდინებათ ლაჰმაჯუნის. მოდი, აქაც დავაგემო. ნასიმის ლაჰმაჯუნი არის უპირობოდ პირველი. წინა ჩამოსვლაზე თურქეთში რო გავსინჯე, ახლოსაც ვერ მივიდოდა ნასიმის ლაჰმაჯუნთან და მოდი ახლა ესეც ვნახოთ. ცუდი არ არის, მაგრამ მაინც ახლოს ვერ მივიდა ნასიმის ლაჰმაჯუნთან. ნასიმელებო მიყვარხართ. მე მგონი მისოსილა გაჭადა ვავიტა. ვაინა ვინამე. ეხლა მივდივართ პრინცის კუნძულებზე და ლირები აღარ გვაქვს გაგვითავდა და მოკლედ ეს გემი არ იღებს არც ბარათს, არც რავის გადარიცხვა, არაფერი არ შეიძლება, მარტო ქეშია. ბოლოს რაღაცა საიტიდან ვიყიდე ორმაგ ფასში. ჩამოვედით პრინცის კუნძულებზე. ბილეთებს რაც შეეხება აღმოჩნდა რომ თურმე საიტზე ორ მხრივი ბილეთები გვიყიდია. ხო, ან ყვილად გაბრას და გიორგი. სწორად გადავიხადეთ ყველაფერი. აქ მანქანები საერთოდ არ მოძრაობს და ძირითადად ველოსიპედებით გადაადგილდებიან და სკუტერებით და მსგავსი ტრანსპორტით და ვეძებთ ახლა ისეთ ტრანსპორტს, რომელშიც ბავშვსაც ჩავსვათ და უსაფრთხოდ იქნება. აი ეს გზა უნდა გავიაროთ, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ ავტობუსმა. აი აქ დაგვტოვა. რაც საქართველოში მონასტრებში არ მივლია აღმართებში. შუა თურქეთში. მეგონი, ამოვახციეთ. კარგი კადრების და სურათების გადაღება გვინდოდა. მაგრამ თუ შემოხედავთ, რა მდგომარეობაში ვარ, რა სურათი ხარ. აი ძალიან ცუდად. 1 კილომეტრია აღმართი. ეს აია იორგის მონასტერია, ბიუქიუქადას ყველაზე მაღალ წერტილზე. გადმოცემის მიხედვით მისი ისტორია 963 წლიდან იწყება. ყველაზე საინტერესო კი ლეგენდაა. ამბობენ, რომ მიწის ქვეშ ზარების ხმა გაიგეს და გათხრისას წმინდა გიორგის დამალული ხატი იპოვეს. სწორედ ამიტომ ეწოდა მას ზარების წმინდა გიორგი. ამდენი სიარულის მერე ღირდა მართლა აქ ყავის დალევა. ხო, მამა, მოდი, გინდა მიკროფონი. რა? და ნამდვილად ღირდა აქ ყავის დალევა. თან უსაყვარლეს ქართველებიც გავიცანდით და ამიტომ ერთად ლამაზად შევუდექით. გაახილოს ჩვენი ქვეყნის და თურქეთის. ერთ კიდევ ძალიან ლამაზ ადგილს ვეძებ, როგორც გითხრეს. მივდივართ, იქ ბავშვს დაეძინა. ძალიან ლამაზი ადგილია. ძალიან სიმშვიდეა, კარგია რომ მანქანები არ დადიან საერთოდ და დიდი სიამოვნებით მექნებოდა აქ სახლი, ვილა. შენ გიო? კი ხო. ბავშვმა ვერ გაძლო მოკლედ და დაეძინა, მაგრამ გმირულად იარა მანაც ჩვენთან ერთად. დროებით დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. იცოდით რატომ ქვია ამ ადგილს პრინცის კუნძულები? ბიზანტიის პერიოდში აქ იმპერატორების ოჯახის წევრებსა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს ასახლებდნენ.
მოგვიანებით კი კუნძულები სრულიად შეიცვალა. გადასახლების ადგილიდან სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტად იქცა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აქ ჩვეულებრივი მანქანები არ დადის. კუნძულებზე ძირითადად ფეხით, ველოსიპედით და ელექტროტრანსპორტით გადაადგილდებიან. ამიტომ სტამბოლის ხმაურიდან თითქოს სრულიად სხვა სამყაროში ხვდები. მოვედით პრინცის კუნძულებიდან, სადაც აღარასოდეს აღარ წავალთ, იმიტომ რომ სასწაულად ავიღალეთ. დაახლოებით 15 კილომეტრი გვაქვს გავლილი და აი არ ვიცი, თან სულ აღმართებში, მოკლედ ანუ ბავშვთან ერთად არ ღირს რა, ვიცი. მე აღარ წამოვალ რა, სანამ ეს ისი არივლის, რომ იმ აღმართებს აუყვეს და რუმტური არ გვიჩვენებია თქვენთვის და მოდი როგორ გამოიყურება თურქების აზრით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, აი დაახლოებით აი ეს. ესეთი პატარა, განსაკუთრებული არაფერი, სადაც ბევრს სიხდით ხუთვარსკვლავში და საერთოდ არაფერი და კიდევ კარგი ღამეა, რომ ამ ხედს თქვენ თვითონ ვერ ნახულობთ. აი ეს არის ხედი. ამაში გადავიხადეთ ფული და იმიტომ ავირჩიეთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომ ესეთი ხედი გქონოდა. მადლობა ამ სასტუმროს, დღეს ბოლო ღამე იყო, ხვალად სადღაც გავალთ. რა მამა, გინდა რამის თქმა? აი ესე უნდა გააჩუმო ბავშვი საერთოდ მიკროფონის შიშები. მოკლედ ძალიან დავიღალეთ და მოკლედ არ ვიცი. არ ღირს. სად ვინ ნახარ? ანუ არ ღირს ის რომ ოჯახთან ერთად წახვიდე იქ. ოჯახთან უნდა წახვიდე, მაგრამ ბავშვი რო დადის. ანუ კალი საიზღარი მომენტი ის არის, რომ უკვე ჩეკაუთი მოგვიწია 12-ზე და საღამოს 12-ზე გვაქვს ფრენა. აეროპორტში დაახლოებით 8-9-ისკენ ვიქნებით და აი დროის გაწელვა გვიწევს და ეხლა ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ გავწელოთ. ყავები დავლიოთ, ცოტა ვჭამოთ, ცოტა ვისეინოთ, მაგრამ ძალიან ცხელა. აბიჭო, მაგარი ბანძი ყავა არა გავაკეთოს მე. ჩემ სამსახურში ჩემი ძმა ჯუ ბევრად მაგარ ყავას აკეთებს. ვიდრე აქ. ოღონდ მართლა რა. ჯუ მიყვარხარ. აღარ შემილია უკვე თავი მეზღვაური მგონია. ყოველ დღე ზღვაში ვარ იმით. დღესაც გავდივართ. წელავთ დროს რა და ყველაზე ერთ-ერთი სანახაობრივი და სიგრილეში რომ იყო არის ზღვა. და რა თქმა უნდა წავალთ. თან ძალიან იაფიღირს ესე რომ ვთქვათ რა. ორი კაცი თავის ბავშვით 25 ლარში სადღაც ეგრე გვარდებიან. 25 ლარი და თან ესეთ ხედებზე გასვლა მე მგონი ღირს. არასდროს არ მიხსენებია ვიდეოში და მინდა რომ აი ამ ლამაზი ხედიდან ვახსენო რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო. მოდი ორი სიტყვით შევაფასოთ თურქეთში მოგზაურობა. რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა და რას ვისურვებდით. პირველად სასტუმროზე ვიტყვი რომ ხუთვარსკვლავი არისო. ახლოსაც არ იყო ჩემი აზრით. კარგი 4 იყო. ხო. თუმცა პერსონალურად ვერაფერს ცუდები ნამდვილად არ იყო. ხო მე რაც არ მომეწონა სტამბულისთვის ძალიან ლამაზია, ძალიან მიყვარს ყველაფერი, მაგრამ ძალიან გადამეტებული ფასებია ყველაფერს. მოდი ჩვენ მოგზაურობას გავუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს. მშვიდობით შაფრენას გავუმარჯოს. შეხვედრამდე არ ვიცით საიდან შევხვდებით ისევ. იმედია მაქსიმუმ 4 საათი სადაც იქნება ფრენა.